მოგესალმებით. მე ვარ სისხლის სამართლის ადვოკატი თამთა ჯანიაშვილი. ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლები არიან. მათი აკადემიის 70%-იანი წილი სავარაუდოდ თაღლითური გზით მიითვისა საქართველოს კაპიტალის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. გარდა ამისა, არსებობს აღნიშნულ განცხადებას თან ერთვის არაერთი პირდაპირი და უტყუარი სახის მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ დაადასტურებს სავარაუდოდ თაღლითობის ფაქტს. გარდა ამისა, მათი მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებულია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მათ შორის მითვისება, სხვისი ნივთის დაზიანება, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა და სხვა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბრიტანულ-ქართული აკადემიის ტერიტორიაზე ამჟამად იმყოფება დავით ცეცხლაძის საკუთრებაში არსებული ავტომობილები. თუმცა, დავით ცეცხლაძეს არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ მან საკუთარი ავტომობილები აღნიშნული ტერიტორიიდან გამოიყვანოს. ერთის მხრივ, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ადმინისტრაცია დავით ცეცხლაძეს არ აძლევს უფლებას, რომ საკუთარი ავტომობილები აღნიშნული ტერიტორიიდან გაიყვანოს. მეორეს მხრივ კი ამის პარალელურად სასამართლოს მიმართეს, რომ მათი საპარკინგე ტერიტორიის ეგრეთ წოდებული გადასახადი გადაიხადონ, რაც რა თქმა უნდა უკანონოა და შესაძლებელია, რომ შეფასდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი მუხლით. აღნიშნული საპარკინგე გადასახადი დაახლოებით 153,000 ლარს შეადგენს, რომელიც დღითი დღე იზრდება. ვინაიდან გამოძიება ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა, ჩნდება გონივრული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია გამოძიების დროის ხელოვნურად გახანგრძლივება ხდება. სწორედ აქედან გამომდინარე, აკადემიის დამფუძნებლებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში შესაძლებელია კორუფციის ან სხვა დანაშაულის ნიშნები არსებობდეს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ვინაიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მიმართულება კორუფციის აღმოფხვრა და შესაბამისი რეაგირების განხორციელებაა, სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე, მივმართეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რათა შეისწავლონ აღნიშნული საქმე და საჭიროების შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი ზომები.